Საქმედილოს შესავალი გამარჯვების ამბით გავხსნათ, რევანში აღებულია UFC-ს ქართულმა მებრძოლმა რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა. დაპირისპირება UFC Fight Night 254-ის მთავარი ბრძოლა იყო და მასში ქართულმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ეს იყო რომან დოლიძის მე-12 ბრძოლა UFC-ში, მან მე-9 გამარჯვება იზეიმა და ახლა მისი მეტოქე უკვე წონის ტოპ 5 მებრძოლიდან უნდა შეარჩიონ. რომანისთვის ეს კარიერაში მე-15 გამარჯვება იყო, მას 3 ბრძოლა აქვს წაგებული. რაც შეეხება ანაზღაურებას, მართალია ამ დროისათვის არ არის ოფიციალური ცნობები თუ რა თანხებს გამოიმუშავებს ამ ბრძოლის შემდეგ ქართველი მებრძოლი, თუმცა სპორტულ გამოცემა სპორტსელერის დახმარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოლიძე გამარჯვებისთვის საბაზისო ანაზღაურების სახით მიიღებს $350,000, ამასთან სპონსორებისგან $16,000 გამოიმუშავებს, ხოლო PPV-დან დაახლოებით $300,000 ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ UFC-ში დოლიძე და ვეტორი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს 2023 წლის 18 მარტს იტალიელმა ქართულს მსაჯების გადაწყვეტილებით სლია. რომან დოლიძის წარმატების შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ქვეყნების ეკონომიკაზეც. პირველ რიგში დავიწყებ ბრიტანეთის ეკონომიკით, რომელიც ვერ არის ამ დროისთვის ფორმაში. გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოულოდნელ შედეგებს ასაჯაროებს. იანვარში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის მოცულობა 1,1%-ით შემცირდა, რაც სრულ აცდენაში არის ანალიტიკოსების პროგნოზთან, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1,1%-ით გაიზრდებოდა და შესაბამისად სტატისტიკა აჩვენებს, რომ პირიქით შემცირება დააფიქსირა. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით კი მთლიანი შიდა პროდუქტის კლება ადგილობრივი მოხმარების შემცირებით და ასევე წარმოების სექტორის მოცულობის კლებით არის განპირობებული და ექსპერტები აფასებენ ამ სტატისტიკას იმით, რომ წარმოების სექტორს გამკაცრებულ რეგულაციებთან, კვალიფიციური კადრების დეფიციტთან და ასევე გაზრდილ ხარჯებთან უწევთ გამკლავება, რაც მას შესაბამისად არასახარბიელო ვითარებაში აყენებს. ამ მოულოდნელი ეკონომიკური სიახლის ფონზე ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელსაც გავეცნოთ 2025 წლის იანვარში ევროზონაში უმუშევრობის დონე 6,2% იყო, ეს მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ნაკლებია. წლის მიწურულს უმუშევრობის მაჩვენებელი 6,5% იყო. ევროსტატის შეფასებით 2025 წლის იანვარში ევროკავშირში მცხოვრები 12,824,000 ადამიანი იყო დაუსაქმებელი. 2024 წლის დეკემბერთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელი თვის განმავლობაში 8,000-ით შემცირდა. რაც შეეხება 25 წლამდე ახალგაზრდების დასაქმებას 2025 წლის იანვარში ევროკავშირში მცხოვრები 2,8 მილიონი ახალგაზრდა იყო უმუშევარი. აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან ეს რიცხვი ევროკავშირში არსებული 19 ქვეყნის მოქალაქეების მხოლოდ 14,6%-ს შეადგენს. უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში 2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით ასენაწილდება: ბელგია 5,8%, ბულგარეთი 5,8%, ჩეხეთი 2,6%, დანია 6,8%, გერმანია 3,5%, ესტონეთი 7,6%, საბერძნეთი 8,7%, ესპანეთი 10,4%, საფრანგეთი 7,3%, ხორვატია 4,5%, იტალია 6,3%, კიპროსი 5%, ლატვიაში უმუშევრობა 6,9%, ლიეტუვაში 6,6%, უნგრეთში 4,3%, პოლონეთში 2,6%, რუმინეთში კი 5,5%. ევროსტატის მიერ შემუშავებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული უმუშევრობის მაჩვენებელი ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ევროსტატი უმუშევრად განსაზღვრავს 15-დან 74 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც სამუშაოს გარეშე არიან, შეუძლიათ მუშაობის დაწყება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში და აქტიურად ეძებდნენ სამსახურს 4 კვირის განმავლობაში. მსოფლიო ამბებიდან კიდევ ერთი ამბავი გვაქვს მომზადებული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა კონტინგენტებზე, რომლებიც შექმნიან ევროპის მომავალი შეიარაღებული ძალების საფუძველს. ამას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციის ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავდაცვის სფეროს ერთობლივი გაძლიერებისთვის მუშაობისკენ. ევროპას სჭირდება საკუთარი არსენალი და ყველაზე მოწინავე იარაღის წარმოების უნარი. საბრძოლო მასალის წარმოებას არ უნდა დასჭირდეს 3-დან 5 წლამდე, როდესაც საქმე ეხება თქვენს თავდაცვას და ასევე უსაფრთხოებას. გთხოვთ ეს გააკეთოთ, რაც შეიძლება მალე მიმართა ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი საკითხი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება არის როგორც უკრაინაში, ასევე ევროპის სხვა სახელმწიფოებში და უკრაინის პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ რუსების აზრის გათვალისწინება კონტინგენტთან დაკავშირებით ძალიან ცუდი სიგნალი არის და ევროპისა და ასევე უკრაინის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი კონტინგენტი უკრაინის მიწაზე განლაგება არის.
შეერაღების თემა რომ გავაგრძელოთ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მოუშველია, რომელიც მიხედვით 2020-2024 წლებში უკრაინა გლობალურად იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გახდა, შესყიდვებით თითქმის 100-ჯერ გაიზარდა წინა 5 წლიან პერიოდთან შედარებით. ამავდროულად უკრაინამ 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გააფართოვა იარაღის შიდა წარმოება, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირდაპირი პასუხი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საჭირო იარაღის დაახლოებით 35% ახლა ადგილობრივად იწარმოება, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო. რუსეთის ინტერვენციის დასაწყისში. ევროპა ამჟამად უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაახლოებით 30%-ს ფარავს, ამერიკის შეერთებული შტატები კი 40%-ით უზრუნველყოფს. თუმცა უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ჰერმან სმეტანინმა ევრონიუს განუცხადა, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი წარმოება შეუძლია. ფრონტზე გამოყენებული იარაღის 40%-მდე უკრაინაშია წარმოებული, ეს თითქმის ნახევარია და ჩვენ კიდევ უფრო მეტი წარმოება შეგვიძლია, უბრალოდ დაფინანსება გვჭირდება, განაცხადა სმეტანინმა. უკრაინაში იარაღის მწარმოებელი დაახლოებით 500 კომპანია მუშაობს და ჯამში თითქმის 300,000 ადამიანია დასაქმებული. სმეტანინი ამბობს, რომ ყველა მათგანი მზად არის და შეუძლია გაზარდოს წარმოება, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი ფულადი რესურსი. მისი თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება სრულად თვითკმარი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ომის ინტენსივობას უკრაინის წინააღმდეგ. ევრონიუსთან სმეტანინის ინტერვიუს შემდეგ უკრაინამ დაუშვა წვდომა კერძო კომპანიების თავდაცვის ტექნოლოგიებზე, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ახალი წესების შესაბამისად, თუ თავდაცვის შესყიდვების სფეროში დამკვეთი მოითხოვს იარაღს იმ მოცულობით, რომელიც აღემატება სახელმწიფო საწარმოების საშუალებებს, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით საპროექტო დოკუმენტაცია შეიძლება გადაეცეს სხვა, მათ შორის კერძო მწარმოებლებს. უკრაინა ახლა ელოდება საკუთარი წარმოების ყველაზე კომპლექსურ შეიარაღებას, რაკეტებს, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ქვეყანა საერთოდ არ აწარმოებდა რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. ჩვენ ვაწარმოებდით მხოლოდ ერთი ტიპის გემსაწინააღმდეგო რაკეტას და ისიც მცირე რაოდენობით. რეალურად 10 წელი დავხარჯეთ ამ რაკეტის შემუშავებაზე, იხსენებს ინტერვიუში სმეტანინი. სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან 3 წლის შემდეგ კი უკრაინას უკვე აქვს საკუთარი წარმოების რაკეტები. დეკემბერში ქვეყანამ წარმოადგინა ახალი შიდა წარმოების რაკეტა დრონი, სახელწოდებით პეკლო, უკრაინულად მას ჰქვია ჯოჯოხეთი. ქვეყნის არსენალში კი ამ უახლეს დანამატ 700 კილომეტრის დიაპაზონი აქვს და შეუძლია, რომ 700 კმ/სთ-მდე სიჩქარეც კი განავითაროს. გასული წლის ბოლოსთვის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაწყებული არის უკვე პალიანიცას რაკეტა დრონის სერიული წარმოებაც და ასევე ახალი რაკეტის სახელწოდებით რუტას გამოცდებიც. უახლეს მომავალში კი იგეგმება მათ შორის უკრაინული წარმოების ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტის ახალი შორმანძილზე მოქმედი ვერსიის წარმოებაში ჩაშვებაც. ზოგადად თავდაცვის ხარჯი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია. ზეწოლა იზრდება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის იტალიის და ესპანეთის მიმართ, რომლებიც ჯერ ვერ ასრულებენ ნატოს მიერ დადგენილ თავდაცვის ხარჯების სტანდარტს. მაგრამ რას ფიქრობს ამ საკითხზე მოსახლეობა? ბოლო გამოკითხვა მაჩვენა, რომ აზრთა სხვადასხვაობაა. კონტეს პარტიის 5 ვარსკვლავის მოძრაობის მხარდამჭერების უმეტესობა არ ეთანხმება თავდაცვის ხარჯების გაზრდას. გამოკითხვის მიხედვით იტალიელთა უმრავლესობა 51% წინააღმდეგია უკრაინაში იტალიელი ჯარისკაცების გაგზავნის, თუ ეს არ არის გაეროს მიერ მართული სამშვიდობო მისიის ნაწილი. იტალიის მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმას, რომელიც კონტინენტის თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა ამ საკითხისადმი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაც განსხვავებულია. იტალიისთვის მთავარი რისკი არის გადამეტებული ვალების დაგროვება, რადგან მას მეტი დავალიანება აქვს ვიდრე სხვა ქვეყნებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ფონდებიდან გარკვეული თანხა თავდაცვაზე ნაწილდება. მესამე საკითხი კი ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ავსტრიასა და შვედეთს არ სურს ევროპული საერთო სახელმწიფო ვალის აღება, განაცხადა ევროკავშირის სამართლის პროფესორმა დანიელე გალო. მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კი ამბობს, რომ საჭირო არის რეზერვისტების მომზადება მაშინ, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე იზრდება. მისი თქმით, მთავრობა 2027 წლიდან აპირებს ყოველწლიურად 100,000-მდე მოხალისეს ჩაუტაროს სამხედრო წვრთნა. დარწმუნებული ვარ, მოხალისეების დეფიციტი არ იქნება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს წვრთნაში მონაწილეობის მიღება, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. დონალდ ტუსკის თქმითვე, სამხედრო წვრთნას გაივლიან მინისტრებიც და მთავრობის სხვა
წარმომადგენლებიც, ასევე საჯარო მოხელეებმა ინფორმაცია ამის თაობაზე უკვე მიიღეს. ამასთან ვარშავა გეგმავს მთლიანი შიდა პროდუქტის 5% მოახმაროს სწორედ თავდაცვის ხარჯებს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლავთ. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გაზრდილი არის ქვეყნის სამხედრო შესყიდვებიც, მაგალითად გაფორმდა $20 მილიარდი ღირებულების კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან და ამ თანხით ვარშავა თანამედროვე შეიარაღების შეძენას აპირებს. ხოლო ბოლო მონაცემებით კი პოლონეთის არმია 200,000 ჯარისკაცს ითვლის, შესაძლებლობების მიხედვით კი ევროპაში ვარშავას ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. ის მესამე ადგილზე იმყოფება ალიანსში შეერთებული შტატებსა და თურქეთის შემდეგ. პოლონეთის ამოცანა კი არის დაიცვას ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვარი, რომელიც ასევე ევროკავშირისა და ნატოს საზღვარიც არის. ეს სიტყვებიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. კიდევ უფრო დასავლეთით გადავინაცვლოთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შემცირდება 7 ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომლის შემადგენლობაშიც რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა შედის. ბრძანება, რომელიც ხელმოწერილია 14 მარტს, ასევე ეხება სააგენტოებს, რომლებიც აგვარებენ უსახკაროების საკითხებს, შრომით დავებს და მუშაობენ მუზეუმების, ბიბლიოთეკების და საზოგადოებრივი თემების განვითარებაზე. აღმასრულებელი ბრძანების გამოცემიდან მალევე დასავლურ მედიაში გავრცელდა USAGM-ისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რადიო თავისუფლებას კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი შეუჭერდა. წერილი ხელმოწერილია კარი ლეიკის მიერ, რომელიც USAGM-ის ხელმძღვანელის უფროს მრჩევლად არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ ლეიკი ტრამპმა ამერიკის ხმის ხელმძღვანელად წარადგინა, თუმცა მისი კანდიდატურა ჯერ საერთაშორისო სამაუწყებლო მრჩეველთა საბჭოს არ დაუდასტურებია. RFA-ის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ამერიკის მთავრობისთვის ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნება. ცნობისთვის USAGM-ის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც აერთიანებს ამერიკის ხმას, RFA-ს, კუბას მაუწყებლობის რადიოს, რადიო Free Asia-ს, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს და ამერიკის შეერთებული შტატების USAGM-ში შემავალი მედიები თითქმის 50 ენაზე დაახლოებით 361 მილიონ ადამიანისთვის მაუწყებლობენ. მისი ბიუჯეტი 2025 ფისკალური წლისთვის 950 მილიონი დოლარი იყო. ძალიან უწუხა, რომ ისტორიული ამერიკის ხმა 83 წლის განმავლობაში პირველად ჩუმდება. ამის შესახებ ამერიკის ხმის დირექტორი მაიკლ აბრამოვიჩი სოციალურ ქსელში წერს. დღეს დილით გავიგე, რომ ამერიკის ხმის პრაქტიკულად მთელი პერსონალი, 1300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, მათ შორის მეც, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაგვიყვანეს, წერს აბრამოვიჩი. მისივე თქმით, ეს ქმედება ხელს შეუშლის ამერიკის ხმას სასიცოცხლო მისიის შესრულებაში, ეს მისია კი განსაკუთრებით კრიტიკული არის დღეს, როდესაც ამერიკის მოწინააღმდეგეები, როგორც არის ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს დებენ შეერთებული შტატების დისკრედიტაციისთვის ცრუ ნარატივების შესაქმნელად. აბრამოვიჩი განმარტავს, რომ ამერიკის ხმა ხელს უწყობს თავისუფლებას და დემოკრატიის მთელს მსოფლიოში ობიექტური და დაბალანსებული ამბებითა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის ქვეშ ცხოვრობს. ტრამპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უამრავი შეფასება მოჰყვა და გავრცელდა. ბოლოს კი თეთრმა სახმაც მოაყოლა განმარტება გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები აღარ გადაიხდიან რადიკალური პროპაგანდის გამო. წერია თეთრი სახლის განცხადებაში. ამერიკის ხმის ხელმძღვანელობამ უთხრა თანამშრომლებს არ უწოდონ ჰამას და მის წევრებს ტერორისტები. გარდა განცხადებების ციტირების აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ამასთან განცხადებაში ციტირებულია გამოცემა Daily Caller ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის ხმის მრავალმა რეპორტიორმა გამოაქვეყნა ტრამპის საწინააღმდეგო კონტენტი სოციალურ მედიაში. ამასთან თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 2020 წლის ივლისში ამერიკის ხმა გააკრიტიკეს სიუჟეტისა და ვიდეოს გაზიარებისთვის, რომელიც ზედმეტად ხელსაყრელი ჩანდა დემოკრატების სავარაუდო კანდიდატ ჯო ბაიდენისთვის. ინტელზე მინდა ჩვენს საქმიან მაყურებლებს მოვუყვეთ, ვიდრე ჩვენი მთავარი გადაცემის ამ ნაწილის მთავარ სიუჟეტებზე მოგიყვებოდეთ. ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია ინტელის ახალი აღმასრულებელი დირექტორის ლიბ ბუტანის წლიური საბაზისო ხელფასი $1 მილიონი იქნება, წლიური ბონუსი კი $2 მილიონამდე და ამის შესახებ კომპანიის ანგარიშგებაში არის აღნიშნული და ნათქვამი. ინტელმა ახალი აღმასრულებელი დირექტორი გასულ კვირას დაასახელა. ლიბ ბუტანი საქმიანობს 18
მარტიდან, საქმიანობას უკვე 18 მარტიდან შეუდგება, ანუ ხვალიდან დაიწყებს მის ახალ საქმიანობას. ახალი აღმაშენებელი დირექტორის შრომითი ხელშეკრულება კი 3 წლიან სამეწარმეო სამიზნე ნიშნულს მოიაზრებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ტანს საშუალება ექნება თავისი აქციებით 2/3 შეინარჩუნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიის მფლობელი მისი დანიშვნიდან 18 თვის განმავლობაში შეიცვლება. ლიპ-ბუტანი ინდუსტრიის ვეტერანი გახლავთ, ჩიპების ინდუსტრიაში დაგროვებულმა მისმა გამოცდილებამ და ასევე მრავალწლიანმა ინვესტორობამ ბიზნესმენს ინტელში აღმასრულებელი დირექტორის სტატუსიც კი მოუტანა, როდესაც მისი წინამორბედი პატ გელსინგერი გადააყენეს. მისი საბაზისო ხელფასი იქნება 1.250.000 ამერიკული დოლარი, იყო უпростоრად 1.250.000 ამერიკული დოლარი, ხოლო ბონუსი შეადგენდა ამ შემთხვევაში 275%-მდე თანხას. თუმცა გულსინგერის კონტრაქტი საოპერაციო მიზანს მათ შორის არ მოიცავდა. რევერსული ამბებია Berkshire Hathaway-ის დირექტორისთვის რონალდ ოლსონი მმართველ საბჭოს ტოვებს, რადგან კომპანიის განახლებული პოლიტიკით დირექტორები გარდა უორენ ბაფეტისა თანამდებობიდან უნდა გადადგნენ, მას შემდეგ რაც 80 წელი შეუსრულდება. 83 წლის ოლსონი, რომელიც იურიდიული ფირმა Munger, Tolers and Olson-ის მმართველი პარტნიორია, Berkshire Hathaway-ის დირექტორი 1997 წლიდანაა. კორპორაციის მიერ დაწესებული ლიმიტი 14 წევრისგან შემდგარ საბჭოში მხოლოდ ოლსონზე გავრცელდება, რადგან ყველა სხვა დირექტორი გარდა უორენ ბაფეტისა 75 წლამდეა. თავად ბაფეტი ასაკობრივი ლიმიტიდან გამონაკლისია, რადგან Berkshire-ის კენჭისყრებში მისი ხმის წონა 30.3%-ია, ახალი გაიდლაინებით კი შეზღუდვა მათზე ვრცელდება, ვინც ხმათა 5%-ზე ნაკლებს აკონტროლებენ. ამასთან 94 წლის ბაფეტი Berkshire Hathaway-ის აქციათა 14.4%-ის მფლობელია, რაც საშუალებას აძლევს დარჩეს დირექტორთა საბჭოში პენსიაში გასვლის შემდეგ.